თუ ფსიქოთერაპიის დაწყებას აპირებ, ან დაინტერესებული ხარ ამ თემებით, ეს ვიდეო არის შენთვის. მოკლედ, Instagram-ზე დავიწყე აქტიურობა და ის კითხვები, რასაც მისვამენ და რასაც მწერენ ადამიანები, ვინც ჩემს პოსტებს თუ rilsებს თუ stories თვალს ადევნებს, მე მეგონა, რომ ამ თემაზე, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ამ სფეროდან ძალიან ბევრი ადამიანი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ამ თემებზე ლაპარაკობენ. მე მეგონა, რომ რადგან ცნობიერება გაფართოვდა, ეს ძირითადი და რაღაცა საბაზისო საკითხებიც უკვე მეტნაკლებად ყველასთვის არის ცნობილი. მაგრამ მივხვდი, რომ ასე არ არის და იმასაც მივხვდი თვითონ ზუსტად ამ უკავშირებიდან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ პროცესს წყვეტს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კითხვაზე არ აქვს პასუხი. და გადავწყვიტე, რომ ჩავწერო პატარა ვიდეო და ძალიან მაინტერესებს მე თქვენი უკავშირი, რას ფიქრობთ, თუ იცოდით, ან კიდევ რა კითხვები გაქვთ, რაზეც შემიძლია, რომ მე გიპასუხოთ და ამ ინფორმაციის გაცვლა გამოცვლაში რაღაცნაირი ისეთი ველი შევქმნათ, სადაც თავისუფლად შეგვეძლება იმ, ასე ვთქვათ, ტექნიკური საკითხების განხილვა, რაც დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად ვიზრუნოთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც, კეთილდღეობაზეც და იმაზეც, რომ უკეთესი ცხოვრება გქონდეს და უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობდეთ თავს. რამდენიმე ძირითადი პუნქტი შევარჩიე ჯერჯერობით და მე კიდე ალბათ დროთა განმავლობაში დავამატებ. პირველი ეს არის მოლოდინი ფსიქოთერაპევტის მიმართ. ერთი რაც ძალიან ხშირად ამაზე მგონი რომ საუბრობენ კიდეც, მაგრამ მაინც აქტუალურია თითქოს და მეც პირად პრაქტიკაშიც ძალიან ხშირად თითქმის რა ვიცი, ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად მაინც ვხვდები, მოდის ვიღაც ადამიანი, ვინც ახალი ადამიანი, ვინც ელოდება, რომ მე რჩევა უნდა მივცე რაღაც თემასთან მიმართებით. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ფსიქოთერაპევტი თითქოს ასეთი ასოციაცია გამიჩნდა, რომ თითქოს როგორც ექიმთან მივდივართ და ველოდებით, რომ ის ადამიანი უფრო კომპეტენტურია, უფრო მეტი ცოდნა აქვს, ამიტომ მან უნდა მითხრას, მე რა უნდა გავაკეთო. ფსიქოთერაპიის შემთხვევაში ეს ცოტა სხვანაირად მუშაობს, იმიტომ რომ ეს რაც ჩვენ გვაწუხებს, დიდი ალბათობით ეს რამე სიმპტომია თუ რაღაცა ურთიერთობის პრობლემა, ეს არ არის ერთ დღეში დამდგარი შედეგი. ეს არის შედეგი, რომ სადამდეც ჩვენ მივედით, იმიტომ რომ რაღაცეები დაგროვდა, რაღაცას თვალი არ გავუსწორეთ, რაღაცა ვერ მოვაგვარეთ. ამიტომ ეს რომ მე ზუსტად ვიცოდე ადამიანს რაც აწუხებს, ეს საიდან არის გამოწვეული, ეს ვერ მეცოდინება. ერთადერთი ფსიქოთერაპევტთან ერთად მუშაობის პროცესში პირველი ეტაპი არის გამოკვლევა. რა ხდება თვითონ ამ ადამიანის ცხოვრებაში, არა მარტო ეს ერთი პრობლემა, არამედ მთლიანობითად როგორ მიმდინარეობს მისი ცხოვრება. და შესაბამისად ეს ერთ და ორ სესიაში ვერ მოხდება, შესაბამისად ფსიქოთერაპევტს ვერ ეცოდინება პასუხი იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ. ამიტომ პირველ საკითხად ამას ავიღებდი, რომ ეს რჩევა, რასაც შეიძლება თქვენ ელოდებოდეთ და რაღაც მხრივ ეს შეიძლება რომ ძალიან კომფორტულიც იყოს, მაგრამ ეს რეალობა არ არის და ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მეორე საკითხი არის ის, რომ თითქოს ჩვენ გვინდა და მგონია რომ ეს არის ძალიან ადამიანური და სამართლიანი, ჩვენ გვინდა შედეგი პირველივე სესიაზე. შეიძლება ეს ასეც მოხდეს და შედეგს იმას კი არ გულისხმობ, რომ მთელი პრობლემა მოგვარდეს, არამედ იმას გულისხმობ, რომ შეიძლება პირველივე სესიაზე მიხვდე, რომ ეს პროცესი ძალიან გეხმარება. და უფრო მშვიდად იგრძნო თავი, მიხვდე იმას, რომ ამ თითქოს ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ უფრო მეტად გააცნობიერო შენი პრობლემა რაშია. და ეს ხშირად ასეც არის. მაგრამ შეიძლება მოხდეს პირიქითაც. შეიძლება ადამიანი იმას კი ხვდება, რომ ცუდად არის, მაგრამ ამ ცუდად ყოფნის მიზეზი ზუსტად ის არის, რომ ძალიან ბევრ რაღაცას გაურბის
თვალს არ უსწორებს და ფსიქოთერაპიის პირველივე სესიაზე მას მოუწიოს შეხება და თვალის გასწორება იმაზე, რასაც მთელი ცხოვრება გაურბის. და მაშინ ეს პროცესი არ არის სასიამოვნო. და ძალიან ხშირად ბევრი ადამიანი აღარ აგრძელებს პროცესს ზუსტად იმიტომ, რომ არ შეუძლია ამ დისკომფორტის ატანა. ამიტომ აი მეორე, რასაც აუცილებლად ხაზს გაუსვამდი და რაც ამ მოლოდინების სიაში ძალიან მნიშვნელოვანია, პირველივე სესია შეიძლება არ იყოს სასიამოვნო და არ იყოს რაღაცა მთელი ტვირთის მომხსნელი. მაგრამ შედეგი არის ხოლმე თუ ამ პროცესში ადამიანი გაძლებს, შედეგი არის ხოლმე ზუსტად ეს, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ძირეული ცვლილებები მოვახდინოთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ქცევაში პირველ რიგში. მესამე არის ის, რომ ფსიქოთერაპია არის პროცესი. აქ ის აიწევან რაც ვახსენე, რომ ის რაც მე მთელი ცხოვრება ვაგროვე, მთელი ცხოვრება შეიძლება რაღაცა არ ვიცოდი და ისე გავაკეთე, როგორც ვიცოდი, როგორც სწორი მეგონა. მაგრამ ეს ჩემი ქცევები სადღაც მუშაობს და სადღაც უკვე აღარ მუშაობს. და როცა აღარ მუშაობს, აქ ზუსტად აქ ხვდებით ხოლმე, რომ მარტო ვეღარ მკლავდებით და ვიღაცის დახმარება გვჭირდება, ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტის. და ამიტომ ის რომ ეს შედეგები, ის რომ ეს არის პროცესი და ინდივიდუალური პროცესია და შეიძლება ეს პროცესი ძალიან ხანგრძლივად მიმდინარეობდეს, გააჩნია ვინ არის ადამიანი, ვინც ამ პროცესს გადის, გააჩნია რამდენი გამოწვევა აქვს, რისი მოგვარება უნდა, ეს პრობლემა რაც აქვს, რამდენად სიღრმისეულია, აქედან გამომდინარე, ეს პროცესი შეიძლება სხვადასხვა ხანგრძლივობის იყოს. ასევე როგორც ვახსენე, შეიძლება ადამიანს სჭირდებოდეს ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ამ პროცესში ვერ გაძლოს. ფსიქოთერაპიაში ჩაბმას თავისი რესურსი ჭირდება. ფსიქოთერაპია არ არის ყველასთვის, ესე ვთქვათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი ხვდებოდეს იმას, რომ კითხვები, რაც ჩვენ გვიჩნდება, უნდა დავსვათ. ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოთერაპევტის ადამიანია, რა თქმა უნდა, რაღაცებს გიხსნით, გეუბნებათ ამ პროცესში რა ხდება, როგორ მოვიქცეთ, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაცა, რაც შეიძლება გამორჩეს მას და თქვენთვის ბუნდოვანების შემცველი იყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის კითხვები, რაც გიჩნდებათ, დასვათ. მაგალითად, მე არაერთმა ადამიანმა მომწერა და ჩემი ნაცნობების გამოცდილებიდანაც ვიცი, ანუ უბრალოდ ჩემ პირად გამოცდილებაში ეს არ ყოფილა. გულისხმობ ჩემი როგორც კლიენტის გამოცდილებაში არ ყოფილა ეს, რომ როცა მივედიო ფსიქოთერაპიაზე, ეს ადამიანი მარტო მისმენდა და არ შემოდიოდა დიალოგში და ეს ბევრი ადამიანისთვის შეიძლება იყოს დაბრკოლება, რის გამოც ის აღარ აგრძელებს ამ პროცესს. და საპირისპირო შემთხვევებით ძალიან ბევრი მომისმენია, როცა ადამიანები ამბობენ, რომ სულ თვითონ ლაპარაკობს და მე არ მაძლევს შესაძლებლობას რომ ვილაპარაკო. ან კი ვილაპარაკობ, მაგრამ თითქმის თანაბარია ის რაოდენობა კომუნიკაციის, ანუ რასაც მე რამდენსაც მე ვილაპარაკობ და რამდენსაც ის ლაპარაკობს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ფსიქოთერაპიული მიმართულებები და სკოლები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყველა შეიძლება ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდეს. ზუსტად ამიტომ ჩვენ შეიძლება რომ სხვადასხვანაირად ვიქცეოდეთ პროცესში. ამიტომ თუ კლიენტი დასვამს კითხვას, მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ გავცეთ პასუხი და ძალიან ბევრ საკითხს, რაც მისთვის ბუნდოვანია, ნათელი მოვფინოთ. კიდევ ერთი საკითხი,
რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება არის პასუხისმგებლობა. ასე არ უნდა გავიგოთ, რომ რადგან ფსიქოთერაპევტი არის პროფესიონალი და ჩვენ პროფესიონალთან მივდივართ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზეა. ზუსტად შედეგის დადგომაც ძალიან დიდ წილად ჩვენზეც არის, ანუ ასე ვთქვათ, ზოგიერთი მიდგომა ეძახის პაციენტს, ზოგიერთი მიდგომა ეძახის კლიენტს, რაღაც ნაწილი პასუხისმგებლობის და შეიძლება ითქვას ნახევარი პასუხისმგებლობის არის კლიენტზეც, თუნდაც რამდენად სისტემატურად ივლის, რამდენად მოინდომებს ცვლილებებს, რამდენად ჩაერთვება პროცესში, რამდენად ჩადებს ძალისხმევას. ამიტომ ის რომ მე მივედი და ძალისხმევა ჩავდე და არ ჩავდე და ველოდები რომ მარტო სიარული რამეს შეცვლის, ესეც ასე ვთქვათ მითია. და კიდევ ერთი ბოლო საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ფსიქოთერაპევტთან შეწყობის საკითხი. როგორც თითქოს ჩემი დაკვირვებით ასეა, რომ აი მაგალითად ექიმთან როცა მივდივართ, ხო არის, რომ რაღაც ვიღაც კონკრეტულ ექიმთან შეიძლება არ მომეწონოს, რაც მითხრა, ჩავთვალო, რომ არასწორი დიაგნოზი დამისვა, არასწორი წამლები გამომიწერა და უშუალოდ ან არასწორი კვლევა დამინიშნა და ჩვენ მივდივართ სხვა ექიმთან. და თითქოს ფსიქოთერაპიაზე ეს არ მუშაობს და თითქოს ასეა, რომ მე მივედი ფსიქოთერაპევტთან, არ მომეწონა, ვერ შევეწყვე, პროცესში ბევრი ბუნდოვანება იყო თუ არ მომეწონა და გადავწყვიტე, რომ ფსიქოთერაპია არ მინდა. და სინამდვილეში აქაც იგივენაირად შეიძლება, რომ სხვა სპეციალისტი აირჩიო თუ ვიღაც კონკრეტულთან არ გამოგივიდა და ესეც ბუნებრივია. შეიძლება ადამიანი ძალიან კარგი პროფესიონალი იყოს, მაგრამ მას კონდეს სხვანაირი მიდგომა, საკითხები სხვანაირად გესმოდეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განცდა. თუ უსაფრთხოდ არ იგრძენი თავი, ვერანაირი გაზიარება და ვერანაირი გულწრფელობა ვერ მოხდება. და თუ ეს პირველივე სესიებიდან არის ცხადი, რომ ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის ჯგუფებში ძალიან ხშირად შემხედრია, რომ დავდივარ ფსიქოთერაპიაზე, მაგრამ არ შემიძლია რომ ვიყო გულწრფელი. ეს გამოდის, რომ პროცესი არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, იმიტომ რომ ეს კავშირი არ დამყარდა. ეს ნდობა არ დადგა. და შესაბამისად შეგიძლიათ რომ სხვა სპეციალისტი აირჩიოთ. დღეისთვის სულ ეს იყო, რისი გაზიარებაც მინდოდა და მინდა რომ აუცილებლად დამიწეროთ კომენტარები, რას ისურვებდით, რა თემა. თუნდაც ამ საკითხებთან მიმართებით შეგიძლიათ დამისვათ კითხვები, ასევე ფსიქოთერაპიის თემაზე ნებისმიერ კითხვას მივიღებ და სიამოვნებით გიპასუხებთ.